RMG Gold-ის საყდრისი ყაჩაღიანის ტერიტორიაზე სამთო მოპოვების სამუშაოებს გააგრძელებს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ დღეს ნინო მიქიაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მიქიაშვილი 2014 წელს 12 დეკემბერს კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობას და პროცესის დამთავრებამდე კომპანია RMG Gold-ისთვის სამუშაოების შეწყვეტას მოითხოვდა. მოსამართლემ ეს მოთხოვნა მოსარჩელეს არც ერთ პუნქტში არ დაუკმაყოფილა. ნინო მიქიაშვილი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ჩვენ გავასაჩივრებთ, ვფიქრობ, რომ მოსამართლემ მხოლოდ ფორმალური ხასიათის პროცესი ჩაატარა, ადგილზე დათვალიერებასაც ჰქონდა მხოლოდ ფორმალური ხასიათი და მოსამართლე ელემენტარულად სიღრმისეულად ვერ წვდება იმ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რა დავისაგანიც არის და მხოლოდ ზერელეთ უდგება. ვიბრძოლებთ ბოლომდე სამწუხარო ის არის, რომ დღეს უკვე სასამართლომ და 2 დღის წინ არქეოლოგებმაც ორშაურად გაყიდეს ჩვენი სამშობლო, ჩვენი წარსული და მიიღეს სამარცხვინო გადაწყვეტილება დღეს და მანამდე არქეოლოგებმა ასევე სამარცხვინო განცხადებები გააკეთეს.